ჩვენ კვლავ უბრუნდებით ფიტნეს კლუბ ასპრიას და იქ განვითარებულ მოვლენებს, როგორც უკვე გითხარით, 100-მდე ადამიანია შეჭრილი ფიტნეს კლუბში და როგორც ისინი ამბობენ, ეძებენ გიორგი უბილავას. ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე უკვე ადგილზე იმყოფება და უფრო დეტალურად ისაუბრებს იქ განვითარებული მოვლენების შესახებ. პატა ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ დინამო სტადიონის შიდა სივრცეში, აქ არის ფიტნეს კლუბი ასპირა. არსებული ინფორმაციით რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 100-მდე ნიღბიანი პირი შეიჭრა სწორედ ამ ფიტნეს დარბაზში, სადაც ეძებდნენ ისინი შინჯიკას მოადგილეს. ეს არის გიორგი უბილავა, ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის მოადგილე. რატომ ეძებდნენ, რა მიზნით ჯერჯერობით უცნობია, როგორც თავად თანამშრომლებს ვკითხეთ არსებული ვითარების შესახებ, ისინი არ გვიდასტურებენ ამ ფაქტს, რომ აქ იყვნენ ნიღბიანი პირები, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ ნამდვილად მოვიდა 100-მდე პირი, რომლებიც შევიდნენ ფიტნეს კლუბის შიდა სივრცეში, დალეწეს ფაქტობრივად ყველაფერი. შესაძლოა აქ არაფერი არ ჩანს, მაგრამ ზედა სივრცეში ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ავიდეთ და შესაბამისად დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია. ან ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც ეძებდნენ შინჯიკას მოადგილეს, არის უცნობი. თუმცა ფაქტია, რომ აქ ნამდვილად რაღაც მოხდა, თუმცა ახლა საგანგებო ზომები აქვს აქ თანამშრომლებს მიღებული და შესაბამისად ინფორმაციას როგორ ჩანს მალავენ. ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ მცირე კომენტარი კამერების გარეშე მაინც ეთქვათ ჩვენთვის, იმისათვის რომ დეტალური ინფორმაცია მოგვეწოდებინა მაყურებლისთვის, თუმცა არ სურთ მათ არანაირი სახის თანამშრომლობა ჩვენთან. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ნიღბიანი პირები, რომლებიც რამდენიმე საათის წინ სწორედ ამ ფიტნეს კლუბთან იმყოფებოდნენ, ისინი ეძებდნენ შინჯიკას მოადგილეს. ეს არის გიორგი უბილავა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე და უნდა აღინიშნოს და მაყურებელს უნდა გავახსენოთ ის, რომ გიორგი შინჯიკაშვილი, შინჯიკა დაპირისპირებულია ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე ხარებასთან და მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰქონდა დაპირისპირება. ჩვენ არაერთი რეპორტაჟი მოგვიმზადებია ამის შესახებ და შინჯიკასა და ხარებას დაპირისპირების შესახებ. ფაქტობრივად ყველა საუბრობდა, განსაკუთრებული მობილიზება იყო შინჯიკას საცხოვრებელ სახლთან, მისი მხარდამჭერების და ასევე იყვნენ იქ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, რომლებიც გიორგი შინჯიკაშვილს ეძებდნენ მის სოფელში, სოფელ მარტყოფში, თუმცა ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავდნენ. ჩვენ შაბათის მთავარის გუნდს არაერთი რეპორტაჟი მოგვიმზადებია ამ დაპირისპირების შესახებ და პრინციპში ხარება ამბობდა იმასაც ღიად, რომ ის არ დაუთმობდა შინჯიკას ამ დაპირისპირებას, თუმცა რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არის უცნობი. მეტიც ხარება ამბობდა იმას, რომ გიორგი შინჯიკაშვილს ყურს მოჭრიდა იმ შემთხვევაში, თუ ის ბოდის არ მოიხდიდა. შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოვიდნენ აქ ნიღბიანები და შურისძიება ისევ დაიწყო ხარებამ შინჯიკას მოადგილის გიორგი უბილავას მისამართით, რადგან უბილავაც იყო ის ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, ეხლა რა ხდება აქ მიმდებარე ტერიტორიაზე. სამართალდამცველები პრინციპში აქ არ არიან ჯერჯერობით მობილიზებული და თანამშრომლებიც არ გვიდასტურებენ მომხდარ ფაქტს. თითქოს აქ სამუშაო პროცესი ჩვეულებრივად გრძელდება, თუმცა კადრები, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა, ადასტურებს იმას, რომ 100-მდე პირი ამ ტერიტორიაზე მოვიდა ნიღბით და ისინი შიდა სივრცეში შევიდნენ. როგორც ჩვენ სანდო წყარო გვიყვება, შიდა სივრცე არის სრულად დალეწილი და როგორც კონფიდენციალურმა წყარომ სულ ცოტა ხნის წინ მოგვაწოდა ინფორმაცია, გიორგი უბილავას ეძებდნენ ისინი ამ სივრცეში. მას შემდეგ რაც აქ უბილავას საურაუდოდ ვერ იპოვეს, ამის შემდგომ უკვე დაიწყეს მათ ფიტნეს კლუბის შიდა სივრცეში მოწყობილი ტექნიკის დამტვრევა. ამის შემდეგ როგორც ჩანს, მათ დატოვეს ტერიტორია. აქ არის დაცვის თანამშრომლები შემოსასვლელში, რომელმაც კამერების გარეშე გვითხრეს, რომ აქ ნიღბიანი პირები ნამდვილად იყვნენ, თუმცა მათ რასაკვირველი არ აქვს ინფორმაცია თუ რა უნდათ ამ ადამიანებს ამ ტერიტორიაზე. რამდენიმე ავტომობილით იყვნენ ისინი აქ მოსულები და მას შემდეგ რაც აქ გიორგი უბილავა შინჯიკას მოადგილე ვერ იპოვეს, დატოვეს ტერიტორია. ჩვენ ვრჩებით ადგილზე, რასაკვირველია ველოდებით დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას, თუ რას გვეტყვიან თავად თანამშრომლები, რომლებსაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ სურთ რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდება ჩვენთვის. შესაბამისად ჩვენ გიყვებით ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმ ამბავს, რომელიც ჩვენ კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა და პრინციპში ეს წყარო არასდროს არ იტყუება, რადგან სწორედ ეს იყო ის პირი, რომელმაც შინჯიკასა და ხარებას დაპირისპირების შესახებ მთავარი არხის წარმომადგენლებს პირველს გვიამბო. ჩვენ ვრჩებით ადგილზე მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს არის ფიტნეს კლუბი ასპირია, სადაც რამდენიმე საათის წინ სავარაუდოდ იყვნენ ნიღბიანი პირები, თუმცა ამას ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აქ მყოფი მოქალაქეები ფიტნეს კლუბის თანამშრომლები არ გვიდასტურებენ.